გამარჯობა ძვირფასოს მენელებული თეშია პრაქტიკული ფილოსოფია და მე მისი წამყვანი ნინო და ძალიან დიდი ბოდიში მგონი ცოტა გვიამწერ ვიდეოს, მაგრამ ცოტა არ იყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა გამიკეთეს დისორიენტაცია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა წავიდეთ წინ ჩვენ საქმეში, რასაც ვაკეთებთ ტაროს კარტებში და მოდით დღეს ვისაუბრებ ორ კარტებზე. ეს არის უფროსი არკანის ნომერი 6 საყვარლები და ნომერი 7 ეს არის ეტლი. ეს ორი კარტა სპეციალურად ჩავწერე უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემთვის მოსახერხებელი არის ორი კარტის ერთდროულად ჩაწერა. მე მგონი, რომ მომავალში შემოგთავაზებთ ორ კარტს ერთდროულად. ეს კარტები არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული რამე განსაკუთრებული შინაარსით, როგორც მაგალითად იმპერატორი და იმპერატრიცა, მათ უბრალოდ ახასიათებთ თანმიმდევრობა, როგორც მაკავშირებელი ელემენტი. მას ასე მოდით დავიწყოთ საყვარლებით. და მანამდე, სანამ უშუალოდ გავხსნით აი ამ კარტას, მინდა ცოტა ხნით წავიდეთ აი ამ კარტების ისტორიაში და ვნახოთ კარტები, რომლებიც აქამდე შევისწავლეთ და განვიხილოთ მათი თანმიმდევრობა აი ესეთი კუთხით, როგორთაც მე ხა შემოგთავაზეთ. ანუ ნულოვანი კარტა იყო The Fool, ანუ კარტა სულელი. შემდგომ მოდი დავალაგოთ ესეთი ნუმერაციით: მაგი და უმაღლესი ქურუმი ქალი. სულელი კარტა წარმოადგენს, როგორც მანამდე აღვნიშნე აი ამ კარტის აღწერისას, ახალდაბადებული ადამიანის სულს, რომელიც ეხლა ჩამოვიდა ამ პლანეტაზე, ხო? ეს არის ყველაზე მთავარი კარტა, რომ არა სულელი აზრი არ ექნებოდა დანარჩენ კარტებს, იმიტომ რომ ყველა სხვა კარტა არის ფაქტიურად ამ სულის, ეგრეთ ვთქვათ, მოგზაურობის კარტა. ანუ დანარჩენი კარტა არის კარტა სულის შესახებ. ანუ სულელის შესახებ, აი ამ ახალდაბადებული ადამიანის სულის შესახებ. მომდევნო ორი კარტა, რომელიც ანუ მე მინდა დავაწყო შემდგომ რიგზე, წარმოადგენს ადამიანის გონებას, ანუ ფაქტიურად იმ ორ ელემენტს, რომლისგანაც შედგება ადამიანის გონება. ეს არის მამაკაცური მხარე, ადამიანის ფსიქიკის ლოგიკური ნაწილი და ეს არის ქალური მხარე, ადამიანის ფსიქიკის ემოციური ნაწილი. ეს ორი გონებრივი მდგომარეობა გამოიყენება აი ამ სულის მიერ საკუთარი რეალობის შესაქმნელად დედამიწაზე. რამდენადაც ჩვენ ადამიანები ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით ქმნით ჩვენს გარშემო რეალობას ჩვენი ფიქრებით, ანუ ჩვენი გონების მეშვეობით. ისევე როგორც ღმერთმა ჩვენ შეგვქნა ფიქრებით, ასევე ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას ჩვენი ფიქრებით. ეს არის მეორე ეტაპი, რომელსაც პირობითად ვუწოდოთ, ადამიანის გონების ეტაპი. კარგით, შემდგომ მოდის სამი კარტი. უკვე არის იმპერატრიცა, იმპერატორი და ეროფანტი. იმპერატორი და იმპერატრიცა რეალურად წარმოადგენენ აი ამ სულის, ახალდაბადებული ბავშვის მშობლებს, აი სულელის მშობლებს. მოდით პირობითად აი ამ სამ კარტს დავარქვათ ოჯახი. ეროფანტი არის ის განათლება, რომელსაც ადამიანი იღებს ამ პლანეტაზე. ეს ნაწილობრივ დამოკიდებულია იმ სოციალურ მდგომარეობაზე, სადაც ადამიანი დაიბადა, ეგრეთ ვთქვათ, რომელ ქვეყანაში დაიბადა, რა განათლების სისტემა არის. მათ შორის იგულისხმება საეკლესიო განათლება, ანუ რელიგიური განათლება. და ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია გარკვეულწილად ოჯახზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ოჯახი ეხმარება ადამიანს, რომ აირჩიოს განათლება და ასევე იხდის გარკვეულწილად მის თანხას, ხო, უმეტეს შემთხვევაში. ამიტომ ძალიან დიდი წილი განათლებისა დამოკიდებული არის ოჯახზე და მე ეს პირობითად მივეცი აი ამ ყველაფერს მესამე საფეხური და დავარქვი ამ საფეხურს ოჯახი. მოდით განვიხილოთ მეოთხე საფეხური. მეოთხე საფეხურზე იწყება უკვე ჩვენი კარტები, რომლებიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ დღეს. ეს არის საყვარლები, ეს არის ეტლი, ეს არის ძალა და ეს არის განდეგილი. ფაქტიურად ეს არის საფეხური, როდესაც უკვე ადამიანი აკეთებს არჩევანს ცხოვრებაში, თუ რა გზით წავიდეს და გადადის სოციუმში, ეგრეთ ვთქვათ, სოციუმის არენაში. და ეძებს თავის თავს ამ სოციუმში, პოულობს თავის თავში ძლიერ და სუსტ მხარეებს, იკვლევს საკუთარ თავს და იკვლევს საკუთარ მიზანს ამ სამყაროში. და
მოდით პირობითად აი ამ საფეხურს დავარქვათ სოციალური საფეხური. და მაშასადამე ჩვენ ახლა ფუნქციონირებთ სოციალურ საფეხურში. და რეალურად აი ამ საფეხურში ადამიანი მივიდა ცხოვრებისეულ სიტუაციამდე, როდესაც მან უნდა გააკეთოს არჩევანი საკუთარი მომავლის შესახებ. ანუ ჩვენ ცხოვრებაში ალბათ ყველას გვახსოვს ყოფილა ისეთი გზა-გასაყარი მომენტები, როდესაც ჩვენ მოგვიწია მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება. ეს შესაძლებელია იყო არჩევნები ჩვენს პროფესიასთან დაკავშირებით, ეს შესაძლებელი არის იყოს არჩევნები ჩვენს მეგობრებთან დაკავშირებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური არის არჩევანი გულის სწორის. ანუ ვინ იქნება ჩვენს გვერდით, ჩვენი პარტნიორი. მე თუ მკითხავთ, ზოგადად ხალხი ძალიან ადრეულ ასაკში აკეთებს ამ არჩევას. ურიგო არ იქნებოდა, რომ ეს არჩევანი გააკეთო და მერე გადაირჩიო. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის აი ამ სქემამ ძალიან კარგად იმუშავა. ანუ მეორე არჩევანმა უკეთესად იმუშავა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, რეალურად ესე ხდება, რომ ადამიანი საკმაოდ ადრეულ ასაკში ირჩევს თუ ვინ გახდება მისი გულის სწორი და სამწუხაროდ ასევე ადრეულ ასაკში ირჩევს თუ რა იქნება მისი პროფესია, როგორი იქნება მისი სამსახური შესაბამისად. ну, მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მოდით განვიხილოთ ახლა თვითონ რა არის აი ამ კარტაზე გამოსახული. ამ კარტაზე ჩვენ ვართ 64-ში. კი ბატონო, აი ღრუბლებში, ცაში დავფრიდავთ. ჩვენს წინ არიან შიშველი ადამი და ევა. შიშიშვლე ზოგადად ნიშნავს გულწრფელობის და აი პირვანდელი მდგომარეობის, ეგრეთ ვთქვათ, ჯერ დაუბინძურებელი გონების, ანუ საკმაოდ მიამიტურ სიტუაციას, მიამიტურ გულწრფელ სიტუაციას ჩვენს ცხოვრებაში და მართლაც ადამიანები ამ ასაკში ხშირად არიან გულწრფელები, ჯერ ეგრეთ ვთქვათ, უცოდველები, მათ არის ჯერ კიდევ არ იციან სამყაროში რეინკარნირდნენ, ეგრეთ ვთქვათ, რა სამყაროში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად. და ნუ შესაბამისად არიან გარკვეულწილად შიშვლები, არაფერი აქვთ დასამალი ამ ეტაპზე. აქ არის მოცემული ორი ხე 64-ში. ეს არის სიცოცხლის ხე, რომელიც ახლოს არის ადამთან, ანუ ადამის უკან არის და მეორე არის სიმართლის და ტყუილის შეცნობის ხე, რომელიც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და რომლის გამოც ადამი და ევა ღმერთმა გამოაგდო 64-დან, ხო? ჩვენი რელიგიის მიხედვით. და იქვე ყავს გველი, რომელიც ცდილობს რომ აცდუნოს ჩვენი ევა და შესაბამისად ევა შემდგომ აცდუნებს ადამიანს. ანუ აქ რეალურად ხდება არჩევანი, მართლაც გამოსახულია არჩევანი. ეხლა ევა გააკეთებს თავის არჩევანს და ადამიანსაც გააკეთებინებს თავის არჩევანს და ვიცით როგორ დასრულდება ყველაფერი. ანუ ზემოთ არის მოცემული ანგელოზი, ეს არის არქანგელოზი რაფაელი, რომელიც რეალურად არის შეყვარებულების მფარველი, ისევე არის განკურნების ძალის პატრონი და რა არჩევანსაც არ გააკეთებს ადამი და ევა, არქანგელოზი მათ მისცემს საკუთარ კურთხევას. ანუ აქ რეალურად ჩანს სიტუაცია, რეალური სიტუაცია აი ამ კარტისა, ამ არქანგელოზის მიხედვით, რომ ნებისმიერი არჩევანი ადამიანისა განისაზღვრება არა როგორც ცოდვა, არამედ როგორც არჩევანი, რომლის უფლებაც ადამიანს აქვს. ანუ ჩვენ გვაქვს ცხოვრებაში უფლება გავაკეთოთ ნებისმიერი არჩევანი, რომელიც იქნება ჩვენ გულთან ახლოს. და ისედაც ბიბლიაში მოცემული არის არჩევნის თავისუფლების თემა და რეალურად არჩევნის თავისუფლების თემა არის ჩვენი ყოველდღიურობის თემა, ხო? ყოველდღიურად ჩვენ როგორ ხასიათზე ავდგეთ ყოველ დილას ჩვენ ვაკეთებთ მაგის არჩევანს. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს თუ ვისთან ერთად ვიცხოვროთ, გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვენს პარტნიორთან თუ არ გავაგრძელოთ და ასე შემდეგ. ვიაროთ იმ სამსახურში თუ არ ვიაროთ. და რაც მთავარია, ჩვენ ვირჩევთ, ну როგორც თქვი, ჩვენს განწყობას და შესაბამისად, რამდენადაც ჩვენ ვქნით მომავალს ჩვენი ფიქრებით, ჩვენ ყოველდღურად ვირჩევთ ჩვენს მომავალს. აი ეგრეა ტაროს კარტის ფილოსოფიის მიხედვით. ხო, აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს მზე, რომელიც მის პიკშია. ჩვენ მანამდე შეხვდა მზე, ნულოვანი კარტა სულელის ფონზე. საერთოდ მზე ნიშნავს აი ემოციების მთელ სპექტრს, ეგრევე ვთქვათ, ანუ კარგ ემოციებს
ასევე ნიშნავს ღვთის წყალობას, რომ ღმერთი ჩვენს გვერდით არის და აქ ნაჩვენებია, რომ ღმერთი მართლაც არის ჩვენს გვერდით და გარდა ამისა, ეს პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში არის ემოციურად ყველაზე დატვირთული და შეიძლება ითქვას ყველაზე პიკი და მწვერვალი ადამიანის განცდებისა ამ დედამიწაზე და მართლაც თუ გახსენდებათ თქვენი პირვანდელი სიყვარული, კი ფიქრობ, რომ ეგრეა შესაძლებელია სავსებით, რომ ეს ესე იყოს. ხო, ეხლა კიდე ესეთი თეორია მინდა ვთქვა, რომ რეალურად რამდენადაც თვითონ ტაროს კარტი შექმნილია კაბალისტების მიერ და ჰერმეტისტების მიერ და ჰერმეტისტები არ აღიარებენ ზოგადად ჯოჯოხეთს, ისინი აღიარებენ მუდმივ რეინკარნაციას, შესაძლებელია ეს ტაროს კარტი განხილული იყოს სხვა კუთხით. ანუ ადამიანის სულის კუთხით მის რეინკარნაციამდე. ანუ რეალურად, სიცოცხლის ხე, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ კავშირს ღმერთთან, მისი ხილის ჭამისას ადამი და ევა იმყოფებოდნენ მუდმივ ექსტაზში და მუდმივ ფსიქოლოგიურ კავშირში ღმერთთან ერთი მხრივ და მეორე მხრივ მათ აქვთ ეს ცდუნების ხე და ისინი ირჩევენ, ეს ახალგაზრდა სულები, ეგრეთ ვთქვათ, ირჩევენ, რომ რეინკარნირდნენ დედამიწაზე, სადაც უკვე მათ აღარ ექნებათ კავშირი ღმერთთან, სადაც ისინი დატოვებენ ეგრეთ წოდებულ სამოთხეს, სულიერ სამყაროს, ჩამოვლენ დედამიწაზე და ისინი შეიცნობენ, ისევე როგორც ისინი აპირებდნენ შეეცნოთ, რა არის კარგი და ცუდი. კარგი და ცუდის შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დედამიწაზე. რეალურად შეიძლება ეს კარტა დანახული იყოს, როგორც ჩვენი სულების არჩევანი რეინკარნაციის შესახებ ამ პლანეტაზე, მორიგი ცხოვრების შესახებ. ესეთი ორმაგი ფილოსოფიური დატვირთვა აქვს ამ კარტს. მინდა ასევე ვთქვა, რომ არსებობს რიგი ტაროს კარტები, მაგალითად მარსელის ტაროს კარტი, ასევე აბსოლუტურად ძალიან ბევრი ტაროს კარტი, რომლის ფონზეც, ადამი აკეთებს არჩევას ორ ქალბატონს შორის. შეიძლება ის იყოს დედა და საყვარელი ქალი. რეალურად განასახიერებდეს იმ დროს, როდესაც მამაკაცმა უნდა აირჩიოს თავისი გულის სწორი და სხვა ცხოვრება მასთან ერთად უკვე ახალ არჩეულ წყვილთან ერთად და დატოვოს დედის კალთა, დედის გვერდით ესეთი კომფორტული სამყარო, სადაც ყველაფერი მისთვის იყო მზამზარეული, გადავიდეს ახალ ცხოვრებაში. და ძალიან ხშირად ამავე კარტაზე გამოსახავენ კუპიდონს, რომელიც ადამიანს ესვრის ისარს გულში. და ეს რეალურად ეს კუპიდონის ფენომენიც არ არის განსაკუთრებულ შინაარს მოკლებული. კუპიდონი, როდესაც გისვრის ისარს, შენ უკვე მოგხვდება ისარი და არჩევანი არ გექნება, ეგრე ვთქვათ რა. უნდა შეგიყვარდეს ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდით არის, ხო? კუპიდონი ფაქტიურად განასახიერებს არჩევას არჩევის გარეშე. რამე თუ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ არჩევას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, გესმით? ჩვენ ვიბადებით რაღაც გარკვეული ფსიქოტიპით, შესაბამისად რაღაც გარკვეული ღირებულებებით, შესაბამისად გარკვეული მისიით ამ პლანეტაზე და ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ახლოს არის ჩვენს ფსიქოტიპთან, შეიძლება ცოტათი საწინააღმდეგოა, მაგრამ რომელთან ერთადაც გვაქვს საერთო იდეები, საერთო მისია და გვაქვს ბევრი რაღაცა საზიარო. ამიტომ ეს არის ფაქტიურად არჩევანი არჩევნის გარეშე. როდის ხდება კიდე ახლა არჩევანი არჩევნის გარეშე, როდესაც არჩევანი ხდება გულით. ძალიან ბევრჯერ გაგვიგია ალბათ ჩვენს გვითქვა, მიყვარს და რა ვქნა, რატო მიყვარს ვერ ვიტყვი, რატო რა ხდება ჩემსავს ვერ ვიტყვი, მაგრამ მორჩა ჩემმა გულმა ეს აირჩია. და ეს მართლაც ესე არის, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენმა ფსიქოტიპმა, ფაქტიურად თქვენმა სულმა აირჩია მეორე ადამიანი. ამ შემთხვევაში გონება არის გამოთიშული გარკვეულწილად და კარტის რჩევაც მართლაც ეს არის, რომ თქვენ უნდა მიენდოთ თქვენს გულს. თქვენ უნდა მიენდოთ თქვენს გრძნობებს. ძალიან ხშირად ადამიანები იტყვიან, რომ ეს არჩევანი შეიძლება იყოს მართლაც უარყოფითი არჩევანი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები აკეთებენ ეგრე ვთქვათ, თავიანთ ინსტინქტებზე და ჰორმონებზე დაყრდნობით გულის სტორის არჩევას
და არ ერთავენ გონებას, მაგრამ ისეთ ნახეთ რა ხდება, მაშინაც კი, როდესაც აი ამ ჰორმონებზე დაყრდნობით შეიძლება გააკეთო არასწორი არჩევანი, როდესაც ადამიანთან დაიწყებ თანაცხოვრებას, მაინც გული გეტყვის, როდესაც უკეთესად გაიცნობ ამ ადამიანს, შეიძლება 6 თვეში რაღაც პერიოდის მანძილზე გეტყვის, შენ ეს არჩევანი სწორი გააკეთე თუ არა. და ისევ თუ მიხვდი გულით, რომ რაღაცა გააკეთე არასწორი, უნდა მიენდო შენს გულს და ისევ გააკეთო სწორი არჩევანი. გესმით? როგორი არის არჩევანი გულით? ეს არის არჩევანი ჩვენი ემოციებით. ანუ დაიწყე თანაცხოვრება ადამიანთან და მიხვდი, რომ რაღაცა ემოციურად ვერ ხართ ისე კარგად ერთმანეთთან შესაბამისობაში, ხო? ანუ ფაქტიურად ეს გამოდის, რომ არჩევანი არასწორია. ხოლო თუ თქვენ ხართ ემოციურ ჰარმონიაში, მაშინ გამოდის, რომ არჩევანი არის სწორი. ანუ ეს კარტა რეალურად მიგითითებთ იმაზე, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ცხოვრებაში არჩევანი და ამასთან მიენდოთ საკუთარ გულს, საკუთარ ემოციებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება თქვენი არჩევანი კარგი. ხო, ერთმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა ასევე მთხოვა, რომ შესაძლებელი თუ არის, იქნებ გააკეთო პატარა გადამისამართება ბერძნულ ფილოსოფიაზეო. კი ბატონო, თუ კარტი მომცემს ამის საშუალებას, ანუ თუ იქნება ამ კარტის შესაბამისი ბერძნული, ეგრევე ვთქვათ, სიუჟეტი ბერძნული ფილოსოფიიდან, მითოლოგიიდან დიდი სიამოვნებით გავაკეთებ და ამ შემთხვევაში მინდა მიგითითოთ რეალურად უკვე ჰერკულესის არჩევანზე. ანუ დრო იყო ჰერკულესის ახალგაზრდობაში, მას უნდა აერჩია ორ ქალღმერთს შორის. ერთი იყო განცხრომის და მოსვენების ქალღმერთი, რომელიც მას პირდებოდა აბსოლუტურად შრომის გარეშე, განცხრომით და მოსვენებით და ესე სიყვარულით ცხოვრებას. და მეორე იყო უკვე თვითგანვითარების ქალღმერთი, საკმაოდ ესეთი უფრო სადა გარეგნობის შეიძლება ითქვას. და ის პირდებოდა, რომ პოვებდა აუცილებლად საკუთარი თავის რეალიზაციას, ის პოვებდა ადგილს საკუთარ ცხოვრებაში, მაგრამ არა დასვენებით, არამედ საკუთარ თავზე მუდმივი შრომით და საკუთარი დადებითი მხარეების განვითარებით და ასევე შეპირდა, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი გზა, ეს იქნებოდა გაცილებით უფრო გრძელი გზა და უფრო ძნელი, ვიდრე მეორე ქალბატონი თავაზობდა, მაგრამ სამაგიეროდ ჰერკულესი იპოვნიდა, ეგრევე ვთქვათ, აღიარებას და თავის თავს ამ ცხოვრებაში და როგორც მითოლოგია გვეუბნება, ჰერკულესმა აირჩია მართლაც თვითგანვითარების გზა. კარგით, აღნიშნავს თუ არა ეს კარტი საყვარლებს, ანუ რის შესახებ არის ეს კარტი. ზოგადად მე რო ვაკვირდები ხოლმე, უბრალოდ ინტერესი მაქვს, როგორ მსჯელობენ სხვა ტაროლოგები აი ამ ტაროს კარტზე და ძალიან ბევრი ტაროლოგი იძახის, რომ აი ჩემთვის ეს კარტი თამაშდება როგორც არჩევანი. არა, ჩემთვის ეს კარტი უმეტესად თამაშდება როგორც საყვარელი და ასე შემდეგ. და ანუ გამოდის, რომ კარტს აქვს დუალური მნიშვნელობა და ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს დაბნეული. ანუ ადამიანი, რომელსაც უნდა რეალურად რომ კარტი გაშალოს, ხო? მაგრამ სინამდვილეში აქ არაფერი დამბნეველი არ არის. კარტის პირველდელი მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ მას ქვია საყვარლები, კარტის პირველდელი მნიშვნელობა არის ჩემო ძვირფასებო არჩევანი. ეს არის მართლაც აი იმიტომ გაჩვენეთ მე თქვენ აი ადამიანის ცხოვრების ეტაპები, ხო? რომ აი ამ ეტაპზე ადამიანი აკეთებს არჩევანს. და თუ სხვა კარტები არ ამოდის გვერდით, რომელზეც არის გამოსახული რაღაც სხვა მანიშნებელი სიყვარულისა, მაშინ გამოდის, რომ ეს საუბარი არის არჩევანზე, მაგრამ თუ ამოდის სხვა სიყვარულის განსაზღვრელი კარტები, კი შეიძლება ეს კარტი ნიშნავდეს სასიყვარულო არჩევანს, სასიყვარულო ურთიერთობების არჩევანს და ზოგადად იმას, რომ საქმე გვაქვს შეყვარებულობასთან და შეიძლება საქმე გქონდეს საყვარლებთან. ნუ რეალურად გვაქვს ჩვენ მხოლოდ 78 კარტი და სიტუაცია არის ცხოვრებისეული მილიონაერი, ხო? და ზოგჯერ კარტები იძულებულები არიან შეუსაბამონ თავისი მნიშვნელობა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას. და ანუ თუ ამოდის ესეთი ანუ სიყვარულის განსაზღვრელი კარტები, ან თუ არსებობს შესაბამისი კონტექსტი, მაშინ გამოდის, რომ საქმე გვაქვს სიყვარულთან. რა ხდება, როდესაც საქმე გვაქვს სიყვარულთან? ძალიან ხშირად საქმე გვაქვს აქ პირველ სიყვარულთან, საკმაოდ უმციკლო სიყვარულთან, როგორც მივთითებს ადამიანების აი ამ ორი ქალვაჟის ტანისამოსის არ ქონა.
და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ იპოვით გულის სწორს, თქვენ შეგეყვარდებათ ადამიანი, ეს იქნება თქვენი მსგავსი და ეს იქნება თქვენი არჩევანი. ხო, ასევე ეს არის ცდუნების კარტი და შესაბამისად ცდუნება ნიშნავს არასწორი არჩევას. და მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თქვენი არჩევანი თუ არასწორია, რაღაც მომენტში თქვენი ფსიქიკა აუცილებლად მიგითითებთ თქვენი ემოციების მეშვეობით, რომ აქ რაღაცა არ არის წესრიგში და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევანი უნდა გადაირჩიოთ, ანუ ისევ მიენდოთ თქვენს ემოციებს და ისევ მიენდოთ თქვენს გულს. გარდა ამისა, ეს არის მეგობრობის კარტა, ეს არის თანამოაზრეების კარტა. თუ თქვენ ეძებთ თანამოაზრეს რაღაც გარკვეულ სიტუაციაში, კი ბატონო, ეს კარტა აბსოლუტურად დაგეხმარებათ. სამსახურში შეიძლება გინდათ პარტნიორის პოვნა, კი ბატონო, თქვენ იპოვით თქვენ საუკეთესო პარტნიორს. ზოგადად გექნებათ კარგი სიტუაცია სამსახურში, გექნებათ კარგი გაგება, აბსოლუტური აი ეგრე ვთქვათ ემოციური თანხვედრა ადამიანებთან, რომელთან ერთადაც იმუშავებთ. და თქვენ იმუშავებთ ეგრე ვთქვათ სიამოვნებით და გექნებათ განვითარების პერსპექტივებიც. ძალიან ხშირად ეს კარტა არის ძალიან კარგი ფულისთვის და შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ დაგეხმარებათ თქვენი გულის სწორი ფულის შოვნაში. დაუშვათ შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ უნდა მიენდოთ მის რჩევას. ან შეიძლება უბრალოდ ფინანსურად დაგეხმაროთ და წინსვლაში შეგიწყოთ ხელი. ჯანმრთელობისთვის ეს კარტა ასევე არის კარგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ფსიქიკა დაბალანსებულია და შესაბამისად მისი ორგანოებიც ეგრე ვთქვათ ბალანსში მუშაობს, მაგრამ თუ უკვე ადამიანს აქვს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა და რეალურად მოდის რაღაც გარკვეული ტკივილებით და ასე შემდეგ, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პრობლემა აქვს წყვილ ორგანოებში, ანუ დავუშვათ ფილტვები, თირკმელები, თვალები და ასე შემდეგ. ზოგადად მე არ მიყვარს ჯანმრთელობის შესახებ კარტის გაშლა, მაგრამ მაინც კარგია რომ იცოდეთ ზოგადად ეს ნიშნულობა. უარყოფითი კონტექსტი ამ კარტის არის ცდუნება. ცდუნება, ანუ ფაქტიურად არასწორი არჩევანი. და თქვენი, ეგრეთ ვთქვათ, გაფრთხილება, ანუ ეს კარტა შეიძლება უარყოფითად ამოვიდეს თუ გვერდით არის ცუდი კარტები და ან ამობრუნებული იყოს, ან არა და იყოს პასუხი, ანუ უარყოფით კითხვაზე, ანუ იმიტომ რომ თუ თქვენ შეკითხებით კარტას, რა პრობლემა შეიძლება მქონდეს წინ და ამოვა ეს კარტა, ეს შეიძლება იყოს თქვენი ცდუნება, ანუ თქვენი არასწორი არჩევანი. როგორც რჩევა, ეს კარტა მიგითითებს, რომ უნდა გააკეთოთ არჩევანი თქვენი გულით და მიაღწიოთ სულიერ ბალანსს. ეს შესაბამისად დაგეხმარებათ, ანუ ყოველთვის გულით გაკეთებული არჩევანი დაგეხმარებათ სულიერი ბალანსის მიღწევაში. უკეთესად რომ შევიგრძნოთ ეს კარტი, შეიძლება დავუშვათ გაიხსენოთ თქვენი ახალგაზრდობის პერიოდი, ანუ როდესაც აკეთებდით არჩევანს, რა ძალები გამოძრავებდათ, ეგრე ვთქვათ, რა მიგიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში, იყო თუ არა ეს თქვენი გულით არჩევანი, თუ იყო უფრო გონებით არჩევანი და რამდენად გაამართლა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში აი ამ არჩევანმა. ხო, აი ეს მინდოდა მეთქვა ამ კარტის შესახებ და ეხლა გადავიდეთ მეორე არანაკლებ საინტერესო და არანაკლებ კონტროვერსიულ კარტაზე, რომელსაც ქვია ეტლი. არის ძალიან ბევრი მსჯელობა ამ კარტის გარშემო. ერთნი თვლიან, რომ ეს კარტა არის აქტიური მოქმედების და მეორენი თვლიან, რომ ეს კარტა არის პასიური და ეს ადამიანი რეალურად არც მოქმედებს არაფერზე, უბრალოდ ზის ამ ეტლში. და მოდით რეალურად ნახოთ რა ხდება ამ სიტუაციაში. კარტა არის საკმაოდ დატვირთული სიმბოლიკით, აი ძალიან დატვირთული. მოდით განვიხილოთ ჯერ ის ფაქტი, რომ ამ კარტას ქვია ეტლი და არა ადამიანი, რომელიც ეტლს მართავს. აქ წამყვანი არის ეტლი. აქ ეტლის ფენომენი მოდის ამ ადამიანზე წინ. ადამიანის ვალდებულება არის მხოლოდ და მხოლოდ ისწავლოს, როგორ მართოს ეს ეტლი საკუთარ პოზიციაზე. აი პირდაპირ გეტყვით, ვისაც კი უმუშავია, აი ძალიან მკაცრ, ძალიან ესე ვთქვათ, დინამიურ კორპორაციულ გარემოში, სასურველია მართველ პოზიციაზე. აი ის იმ წუთასვე მიხვდება, რის შესახებ არის ეს კარტი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერ კორპორაციულ სამყაროში მუშაობა და ასევე ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობაც კი საკმაოდ სურათს, საკმაოდ ისეთ ნათელ სურათს მოგცემთ აი ამ კარტის შესახებ. ეს ეტლი
არის ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურა, ეს სისტემა. ყოველთვის, როდესაც არის ნაცრისფერი ფერი, რეალურად ოთხკუთხედი, ანუ ესეთი ფიგურები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სტრუქტურა არის ადამიანის მიერ შექმნილი. და გარდა ამისა, რო შევხედავთ შეხედვით, ჩანს, რომ ის ქვისგან არის გამოთლილი და საკმაოდ მძიმეა და ვიზუალურად გონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვერდით აქვს ბორბლები, ეს ყვითელი ბორბლები, თითქოს მისი გადაადგილება იქნება საკმაოდ ძნელი. მას მართავს ეს სფინქსები, ორი სფინქსი, თეთრი და შავი და რეალურად ისინიც არ არიან მოქმედებაში, არამედ თათები დაწყობილი აქვთ და წყნარად ზიან. ანუ თითქოს ჩვენ ვართ მოქმედებაში, მოძრაობაში, მოძრაობის გარეშე. ხო, მაგრამ ეს სიმბოლო, რომელიც არის ეტლზე, ეს ფრთებიანი, ეგრეთ ვთქვათ, ყვითელი წერტილი, ეს არის უძველესი ეგვიპტური სიმბოლო, რომელიც ნიშნავს მოძრაობას. და ეს ნიშანი წითელი ფერის, რომელიც გამოსახულია ფარზე, ეს რეალურად ნიშნავს მამაკაცურ და ქალურ სასქესო ორგანოებს, კი ბატონო, და ეს არის აღმოსავლური სიმბოლო, აღმოსავლური რელიგიიდან მოდის და ნიშნავს ენერგიათა ბალანსირებას. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვითითებენ, რომ შესაძლებელია მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ენერგიათა ბალანსირების გამოყენება. რა არის ახლა ეს ორი უცნაური ფენომენი, სფინქსი, ხო, რომელსაც ადამიანის სახეები აქვს და რეალურად ლომის ტანი. ამის გასარკვევად უნდა მოგიყვეთ ესეთი საინტერესო ისტორია ბერძნული მითოლოგიიდან. იყო ესეთი საინტერესო პერსონაჟი, ატლანტა ბიატელი, რომელიც იყო არაჩვეულებრივი გარეგნობის ქალბატონი, რომელიც ძალიან სწრაფად დარბოდა. ანუ სპორტსმენკა, კამსამოლკა, ესეთი დაკანეცა და პროსტა კრასავიცა. და ყველას უნდოდა მისი ცოლად მოყვანა. და შესაბამისად ატლანტა იყო ძალიან დიდი მოთხოვნებით თავისი საქმროს მიმართ და ყველას ეუბნებოდა, რომ ირბინეთ ჩემს წინ და მე დაგეწევით უკნიდან და ხელში მექნება ხმალი. თუ დაგეწევით, წაგაგდებინებთ თავს, რა ვქნათ, ეგეთი დრო არის, არ გიწყინოთ არაფერი. ხოლო თუ ვერ დაგეწევით და ვერ წაგაგდებინებთ თავს, ესე იგი ხართ ღირსი, რომ გახდეთ ჩემი მეუღლე. შემდგომ არსებობდა ეგეთი ადამიანი, რომელსაც ერქვა ჰიპომენი და ჰიპომენი მოკლედ იწვოდა სურვილით, რომ ატლანტა ხელში ჩაეგდო და ის მივიდა აფროდიტასთან, ანუ თხოვა, რომ დახმარებოდა ატლანტას გამოცდის გავლაში და აფროდიტა მართლაც დაეხმარა ჰიპომენს, მან მისცა ჰიპომენს 3 ვაშლი, ეს იყო ოქროს ვაშლები და უთხრა, რომ როდესაც ირბენ ეს ვაშლები ნელ-ნელა დააგდე გზაზეო. და მართლაც გაიქცა ჩვენი ჰიპომენი და ნელა დაყარა ეს ვაშლები და ჩვენი ატლანტა მოხიბლული ამ ვაშლებით ყომდებოდა. იღებდა, ათვალიერებდა და შესაბამისად ჰიპომენს ვერ დაეწია და იძულებული იყო ცოლად გაყოლოდა. მაგრამ ჰიპომენმა დაუშვა ერთი ძალიან დიდი შეცდომა. მან მადლობა არ გადაუხადა აფროდიტას გაწეული სამსახურისთვის. და აფროდიტა განრისხდა და გამოუგზავნა ამ წყვილს, ახალ დაქორწინებულ წყვილს, ძალიან ძლიერი ვნება და შესაბამისად ამ ჩვენმა ახალგაზრდა ქალბატონმა და ვაჟბატონმა ეგრეთ ვთქვათ შესწოდეს ღვთის ხრამში, ანუ ღვთის ეკლესიაში და ამით ძალიან განრისხდნენ ღმერთები და ერთ-ერთმა ქალღმერთმა კიბელამ გადააქცია ეს წყვილი ორ ლომად, ჩააბა თავის ეტლში და მის მეშვეობით გადაადგილდება დღესაც კი, აი ამ შესაბამის კარზე. რა არის ახლა ამისი მორალი? მორალი არის ის, რომ თქვენ, როდესაც ხართ რაღაც გარკვეულ სისტემაში, მუშაობთ გარკვეულ სისტემაში, რომელიც არ არის თქვენს მიერ აშენებული. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რეალურად ჩვენი სულელი არის. ეს არის ჩვენი სულელი. შემდგომი განვითარების საფეხურზე, ხო, პროფესიული განვითარების საფეხურზე. ეს სისტემა, რომელიც მასში შევიდა, არ არის მისი შექმნილი. მაგრამ სისტემაში არის გარკვეული წესები. ვიღაცას პატივი უნდა სცე, ვიღაცის აზრი უნდა გაითვალისწინო, ვიღაცის აზრი არ უნდა გაითვალისწინო. ზოგჯერ უნდა იყო ქვეშევრდომი, ზოგჯერ უნდა იყო უფროსი, გაჩნია როგორია სიტუაცია. თუ ამ წესებს პატივს არ სცემ, შესაბამისად შენ დაგსჯიან და იმის მაგივრად რომ გქონდეს წამყვანი პოზიცია, რომელიც რეალურად მოგცეს შენ ამ კარტაზე,
შენ გექნება ქვეშევრდომის პოზიცია, ანუ ჩამოგალაბორანტებენ ეგრე ვთქვათ რა და გახდები ერთ-ერთი სფინქსი. აი ეს არის ერთი მორალი ამ კარტის. არის ასევე მეორე მორალიც, რომ აი ამ სისტემაში შენ უნდა იმოქმედო შენი ძლიერი და სუსტი მხარეებით, ეგრე ვთქვათ, ანუ სადაც ხარ ძლიერი, იმ სიტუაციაში წამოაჩინო შენი ძლიერი მხარეები, ხოლო სუსტი მხარეები კი ეგრე ვთქვათ, არ გამოიყენო, არაჩვენო, ხო? ამისი შესაბამისი მითოლოგიური ისტორიაც არსებობს. ეს იყო ჰელიოსის შვილის ფაეტონის შესახებ. ანუ ფაეტონმა მოსთხოვა მამამის ჰელიოს, ანუ ჰელიოსი იყო რეალურად მზე, რომელიც აი ამ უშუალებელ ფაეტონზე ორი ცხენით გადაატერებდა ხოლმე მზეს ცაზე და შესაბამისად იყო დღე. ესეთი ლამაზი წარმოდგენა ჰქონდათ სამყაროს შესახებ, ხო? დღე იწყებოდა და მერე მთავრდებოდა. და ამ ფაეტონმა თხოვა მამამისი, რომ მომცი საშუალება, რომ ერთი დღე მე ვატარო შენი ეტლიო და ჰელიოს ძალიან არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ შეპირებული იყო შვილს, რომ რასაც შვილი მოსთხოვდა, აუცილებლად შეასრულებდა. ამას ჰქონდა თავისი წინაპირობა და მოკლედ ვერ უთხრა უარი და ფაეტონი ჩაჯდა ამ ეტლში, ვერ დაიცვა ინსტრუქციები და ეს ეტლი ჯერ მაღლა კოსმოსში ავიდა, შემდგომ ძალიან ახლოს ჩამოვიდა დედამიწასთან და იმდენად ახლოს, რომ ემუქრებოდა დედამიწას განადგურებით და ზევსი იძულებული იყო, რომ გაეგზავნა თავისი ელვა და ჩვენი ფაეტონი მოეკლა. ხო, აი კიდევ ერთი მორალი არის ის, რომ რეალურად უნდა იცოდე შენი პოზიცია და შენ უფლება-მოვალეობებს არ უნდა გადააჭარბო. ანუ ნახეთ რა ხდება, ჩანს რომ აი ეს სისტემა რეალურად სადაც ადამიანი ჩასვეს, ეგრე ვთქვათ, ისევ ბედმა ჩასვა, ხო, ისევ რაღაც სიტუაციამ ჩასვა აი ამ სისტემაში. ეს სისტემა მოძრავია, მაგრამ აქვს საკმაოდ ესეთი მყარი სტრუქტურა, ანუ ნელი მოძრავია, შიგნით არსებობს რაღაც გარკვეული წესები და თქვენ გაქვთ ამ სისტემაში თქვენი ადგილი. და თქვენი ადგილი იქიდან გამომდინარე თუ რა სისუსტეები და სიძლიერები გაქვთ თქვენ პიროვნული თვისებები, ხო? და არ უნდა გადააჭარბოთ ეგრე ვთქვათ თქვენს კომპეტენციას, არ უნდა იფიქროთ რომ ხართ ყოვლის შემძლე, თქვენ უნდა მართოთ თქვენი სისტემა, მაგრამ უნდა მართოთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ადგილიდან. ახლა დაუბრუნდეთ იმ თეორიას, რომ ეს კარტი არის აქტიური. კი ბატონო, მე ვეთანხმები, რომ მეორეს მხრივ ეს კარტი არის აქტიური, იმიტომ რომ თვითონ ადამიანს ხელში უჭირავს ეს კვერთხი, ზოგადად კვერთხი არის მოქმედების ნიშანი ტაროს კარტის ფილოსოფიაში. ეს არის აქტიური ფენომენი. გარდა ამისა, ჩანს რომ ეს ადამიანი არის ღმერთის მფარველობის ქვეშ, ეგრე ვთქვათ, ეს ადგილი ღმერთმა მისცა და მართლაც არ ვიცი, მე თქვენ გქონიათ ესეთი შემთხვევა თუ არა, ზოგადად ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ყოფილა ისეთი ადგილი, სამუშაო ადგილი, რომელიც მე ძალიან მინდოდა იმ მომენტში, ანუ მაინც გამოინახა ისეთი ადგილი, რომელიც მე მჭირდებოდა. მე საერთოდ ძალიან კარიერისტი ტიპი ვარ. ხო და მოკლედ ძადვისტოვანია ჩემთვის ეს ყველაფერი და მაინც სამყარო ყოველთვის გრძნობდი, რომ მეხმარებოდა ამ სიტუაციაში და მართლაც ეს ჩანს, რომ თითქოს აი აქვს ქუდად, ეგრე ვთქვათ, აი ამ ჩვენს პერსონაჟს აქვს ესეთი რაღაც არჩევლებრივი ვარსკვლავებიანი ფარდა, ანუ ღმერთის მფარველობა, აქვს ესეთი ქამარი, რომელსაც აქვს ზოდიაქოების ნიშანი და აქვს ორი ცალი ესეთი საინტერესო სამხარე, ანუ ნახევარმთვარეებია, ნახევარმთვარეები კი არის, წვრილი მთვარეებია უпростоრად და ზემოდან აქვს ორი სახე. რეალურად ეს მასკები მოდის ებრაული ეგრე ვთქვათ კულტურიდან და ეს იყო უძველესი მასკები, მათ ერქვათ უმიმი და თუმიმი და შესაბამისად გამოიყენებოდა მკითხაობაში, ზუსტად არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ალბათ გამოიყენებოდა, რახან ესე გვითხრეს. ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ ჩვენ ვართ ღმერთის მფარველობის ქვეშ, ეს ზოდიაქოს ქამარი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის ღმერთი გვეხმარება ვიყოთ საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ანუ აქ მნიშვნელოვანია სწორედ რეაგირებაც, ხო? ანუ საჭირო დროს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. თუ არის სიტუაცია, თუ შემოგთავაზებენ დაუშვათ წინსვლას სამსახურში, თუ შემოგთავაზებენ რაღაც პოზიციებს,
უარი არ უნდა თქვათ და რეალურად მიაღწიოთ იმას, რაც გინდათ. ასევე ეს ვარსკვლავი, რომელიც ადამიანს აქვს თავზე, ასევე ღმერთის მფარველობას და ეს უდიდეს იდეას ნიშნავს, რომ მას აქვს თავისი იდეა და აქვს თავისი მიზანი. მაგრამ ახლა რატო აცვია მას ჯავშანი? როგორც ხედავთ, ის აბსოლუტურად დაჯავშნილია და ჯავშანსაც აქვს საკმაოდ შინაარსიანი მნიშვნელობა. ანუ ნახეთ რა ხდება, რეალურად ჩვენ ჩაგვსვეს რაღაცა სისტემაში, სადაც მნიშვნელოვანია წესების დაცვა, სადაც მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის პოვნა და როგორ უნდა გადავრჩეთ ამ სიტუაციაში და ერთ-ერთი საშუალება არის ჯავშანი. რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს ფსიქიკას, ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს ეგოს და რეალურად გარკვეულწილად უნდა დავიცვათ ჩვენი ეგო და არ გავაკეთოთ ისეთი რაღაცები, რაც ჩვენს ეგოს ეგ რო ვთქვათ, ან შეურაცხყოფს, ან უკან დაწევს, რაც უკან დაწევს ჩვენს ფსიქიკას. აი მაგალითად შემიძლია გითხრათ, აი თუ მოგაყენებენ შეურაცხყოფას სამსახურში, ხო? შეიძლება რატომღაც გიღირდეს ამისი ოდნავ ცოტა ხნით გაძლება და შეიძლება გიღირდეს ამისი საერთოდ არ გაძლება. მე მქონია მაგალითად ესეთი შემთხვევა ერთადერთ შემთხვევაში აბსოლუტურად უმიზეზოდ ადამიანმა, რომელიც აბსოლუტურად ყველას ეგრეთ ვთქვათ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა აი ამ ოფისში, ძალიან დიდი ხანი ჩემთან თავს იკავებდა და ერთხელაც მე მომდგა ჩვენი ერთხელს და მაშინ არაფერი არ მithქვია, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ეხლა რო წავიდე ხელფასი ასაღები მქონდა და გაიგეთ და თვის ბოლო იყო და მეთქი რამოდენიმე დღის გულისთვის მოვიდგენ მეთქი, მაგრამ მე მოხდა ისე რომ ძალიან აქტიურად დავიწყე სხვა სამსახურის ძებნა ის სწორედ ამ მიზეზის გამო გესმით და რეალურად ძალიან მალე ვიპოვე სხვა სამსახური და მეორე თვის უკვე შორიდან ხელი დაუქნია. ანუ თუ ეს ნამდვილად არ გიღირთ, არ არის აუცილებელი რომ ყოველთვის იყოთ ვიღაცის წნეხის ქვეშ, თუ თქვენ ეს ფსიქოლოგიურად უკან გწევთ. კიდევ ერთი საინტერესო ფენომენია აქ. დავუკვირდით თვითონ აი ამ სფინქსებს. ეს სფინქსები არის ერთი შავი, მეორე თეთრი და თეთრს აქვს შავი ელემენტები და პირიქით. ეს ნიშნავს ორ უკიდურესობას. ანუ ვისაც მოსმენილი აქვს ჩემი ლექცია ჰერმეტიზმის 7 პრინციპის შესახებ, ძალიან მოგიწოდებთ ყველას რომ მოусმინოთ. ეს არის დაფუძნებული ჰერმეტიზმის ერთ-ერთ პრინციპზე, ამ 7 პრინციპთაგან და ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ სამყაროში არის და მოძრაობს ორ პოლის შორის. მაგალითად, სიმამაცე, სიმხდალე, რისკი, გათვლა, ცნობიერი, არაცნობიერი, ფიზიკურ დონეზე დაუშვათ სიცივე, სითბო. აი ეს ყველაფერი არის პოლუსი ორი უკიდურესობის და სიმართლე რეალურად ყოველთვის აი ამ ორ უკიდურესობას შორის არის ყოველთვის სადღაც შუაში. ერთი ადამიანისთვის შეიძლება ის იყოს ოდნავ მარჯვნივ, მეორისთვის ოდნავ მარცხნივ და შესაბამისად ეს ყველაფერი არის ის, რაზეც ჩვენ რეალურად ვკამათობთ. აი თუმდაც ორი უკიდურესობა ხო, დავუშვათ სიკეთე და ბოროტება. არც ეს არის გამართლებული, რამე თუ არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე და არ არსებობს აბსოლუტური ბოროტებაც კი. გესმით? თვითონ აბსოლუტური სიკეთეც ვერ იქნება აბსოლუტური სიკეთე. თუ თქვენ დაეხმარებით ბოროტ ადამიანს, შესაბამისად აბსოლუტური სიკეთე შეიძლება გახდეს აბსოლუტური ბოროტება. გესმით? ანუ სიმართლე არის ყოველთვის სადღაც შუაში. და რამდენადაც ეს ჩვენი ახალგაზრდა დგას ესე შუაში, გამოდის რომ მან უნდა იცოდეს ეს. გესმით? ანუ ყოველთვის მოახდინოს ლავირება. იქ სადაც უნდა იყოს უფროსი, იყოს უფროსი, ხოლო იქ სადაც უნდა იყოს უმცროსი, იყოს უმცროსი. გესმით? ანუ არ შეეცადოს დაიჭიროს ძალიან კონკრეტული პოზიცია არც ერთ შემთხვევაში. ანუ ფაქტიურად ცოტათი სიეშმაკისაც გვასწავლის ეს კარტა. ანუ თუ რეალურად გადავხედავთ ჩვენს ისტორიებს, თუ გქონიათ დავუშვათ კორპორაციულ სამყაროში მუშაობის ისტორიები, ჩემი აზრით ეს არის უნიკალური რჩევები, რომელიც შეიძლება მოგცეს აი ამ ტაროს კარტმა. რომ როდესაც შენ შედიხარ რაღაც სისტემაში, არ არის აუცილებელი შეცვალო სისტემა, ხო? არის ეგეთი გამოთქმა, რომ თუ თქვენ მიაფურთხებთ საზოგადოებას, საზოგადოება მოიწმინდავს ამას, ხოლო თუ თქვენ საზოგადოება მოგაფურთხებთ ძალიან დიდი ბოდიში გამოთქმისთვის, მაშინ თქვენ შეიძლება ჩაიძიროთ და აი ეს ზუსტად ეს სიტუაცია არის. გესმით? თქვენ და ყოველთვის იცოდეთ თქვენი ადგილი. მე მქონდა კიდე ესეთ შემთხვევა მახსოვს, რომ ცდილობდნენ ჩემს რაღაცნაირად დათრგუნვას. ახალი მისული ვიყავი რომელიღაც ორგანიზაციაში და არ ქონდათ სისტემა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია მოუტანდა დაუშვათ საპირფარეშოში ქაღალდე
ქაღალდებს და ასე შემდეგ. თუ სხვა ქაღალდებს რა, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და მაიძულებდნენ მე როგორც ახალ გამოჩეკილ თანამშრომელს რომ წავსულიყავი და ისინი ხელით მომეტანა და პირველ თვეს მართლაც წავედი, იმიტომ რომ ახალი მოყვანილი ვიყავი და მეორე თვეს ცოტათი რომ ეგრე ვთქვა დავიმკვიდრე უკვე ჩემი პოზიცია და ვაჩვენე რომ მე რეალურად შემიძლია საქმის კეთება, გამოუცხადე რომ მე აღარ წავალ ქაღალდის საყიდლად, იმიტომ რომ ელემენტარულად ეს ჩემთვის არის მოცდენა. და მოუძებნე კომპანია, რომელმაც ძალიან მცირე ფასნამატით მოგვიტანა ეს ქაღალდები. ესმით, ანუ მე რო თავიდანვე ამეთ ეხა ერთი ამბავი დავუშვათ. პირველივე და მეორე დღესვე მქონდა ეს გამოცდილება, რომ აი თქვენ ვინ ხართ და რას მიიბედავთ, რეალურად იმ ორგანიზაციაში მე არ დარჩებოდი სამუშაოდ ზუსტად ვიცი. არიდან მჭირდებოდა ხო და ერთი თვის მერე კიდე აი ამ ჩემმა ნაბიჯმა ცოტა ტაქტიანმა შვენვირად იმუშავა გესმით ანუ ყოველთვის უნდა იყოთ ცოტათი ეშმაკები აი ამ სისტემაში ეხლა თვითონ ეს ახალგაზრდა როგორც თქვი საკმაოდ აქტიური არის რეალურად კარდა არის აქტიური პიროვნების კარდა საკმაოდ აი ესეთ ცოტათი დორეთ მიმდინარე საკმაოდ ჩამოყალიბებულ სისტემაში ნებისმიერ ორგანიზაციაში რომელშიც ჩვენ შევდივართ ხო კიდე ძალიან მინდოდა მომიყვანა ესეთი მაგალითი გამახსენდა როდესაც ამ კარტაზე ვფიქრობდი ეს არის ცისფერი მთები თუ გასუთ თქვენ ეს უნიკალური ფილმი მე მგონი ძალიან ბევრჯერ მაქვს მე თვითონ ნანახი ეს ფილმი და ეს ფილმი რეალურად გვაჩვენებს აი ზუსტად იმ სიტუაციას რომ ეს ჩვენი პერსონაჟი ვასო ქვია ხო რეალურად არ ვერ ეწყობა იმ სისტემას რომელშიც ის მუშაობს ანუ ეს სისტემა არის მდორე აბსოლუტურად გასაგებია ვასოს პოზიცია ჩვენ ყველანი ვასოს პოზიციას ვიზიარებთ მაგრამ რეალურად ჩანს რომ რაც არ უნდა შეეცადოს ვასო რომ წინ წაწიოს რაღაცა მოვლენები ან შეცვალოს სისტემა მას არაფერი არ გამოსდის და რეალურად ხდება ისე რომ ის გარკვეულწილად რაღაცნაირად ერგება აი ამ სისტემას და თუ გახსოვთ ისეთი მომენტი რომ ვიღაცა რომ გადააჩეჩებს თავის ნაწარმოებს რომ წაიკითხეო და მომეციო დასკვნავა ამის შესახებ ვასო ადგება და სხვას მიაჩეჩებს ანუ გარკვეულწილად ჩანს რომ ამ ადამიანმა უკვე აუღო მეტნაკლებად იმას თუ როგორ მდორე და საშინლად ფუნქციონირებს ის სისტემა ანუ მას არ შეუძლია რეალურად აი ამ სისტემის შეცვლა და ნუ მე როგორც თავდება ჩვენ ყველა ვიცით რომ ეს სისტემა ინგრევა და შენდება სრულიად ახალ ადგილზე მაგრამ სისტემა იმდენად მედეგია გესმით რომ აი მაღალ ადგილასაც ისეთივე პრინციპებით მუშაობს გიждები ამ ფილმზე კარგით, ეს კარტა, როგორც თქვენ უკვე მიხვდით, არის უმეტესად ბიზნესმენების კარტა. ეს არის ყველა ადამიანის კარტა, რომელიც ცხოვრებაში ელოდება რაღაცა შემთხვევას, რაღაცა ანუ სურვილი აქვს, რომ წინ წაიწიოს და მაშინ ეს კარტა ამოდის და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ უნდა იაქტიუროთ, თქვენ უნდა აჩვენოთ თქვენი თავი. ეს არის საუკეთესო კარტა მენეჯერებისთვის, ეს არის საუკეთესო კარტა ახალგაზრდა მუშაკებისთვის. ხო, კიდე რამით და მეთქვა, რამდენადაც აი სიტუაციურად გვაქვს ეტლი, ეს შეიძლება ნიშნავდეს მანქანას და გარკვეულწილად შეიძლება ნიშნავდეს ასევე უძრავ ქონებას, იმიტომ რომ ნუ საქმე გვაქვს აი ესეთ ბეტონის კონსტრუქციასთან და უკანა ფონზეც არის სახლებიც, ხო? ეს შეიძლება უბრალოდ ბანალურად ნიშნავდეს, რომ თქვენ შეიძენთ მანქანას, ან თქვენი სამსახური გარკვეულწილად იქნება დაკავშირებული მანქანის მართვასთან, რემონტთან და ეს ნიშნავს ასევე ტურიზმს. ზოგადად ეს არის მოგზაურების კარტაც ასევე, იმიტომ რომ ადამიანი რეალურად აი ამ ეტლში ზის და მოგზაურობს ხო და შეიძლება ტურიზმის სფეროზეც მიუთითებდეს. თუ ეს კარტა ამოდის სიყვარულში, მინდა გითხრათ, რომ ანუ სხვა კარტებიც უნდა ახდეს გვერდით თამხლები, რომელიც მიუთითებს, რომ აქ საუბარი არის სიყვარულზე. ან შესაბამისად უნდა დასმული იყოს კითხვა სიყვარულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგადად ეს კარტა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ ადამიანს სიყვარულისთვის საერთოდ არ ცალია. ეს არის კარიერების სტევის კარტა, ხო? და შესაბამისად შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ადამიანი თქვენზე საერთოდ არც ფიქრობს და ცდილობს, რომ თავისი კარიერა მოიწყოს და მისთვის ეხლა ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ რეალურად მაინც ამოდის, ანუ სიყვარულში ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე არის საკმაოდ აი რაღაცა ბაზა შექმნილი ურთიერთობებში, აი ეს მყარი კონსტრუქცია უკვე შექმნილია და ზოგადად კარტა არის პოზიტიური და მუშაობა ხდება აი ამ ბაზიდან გამომდინარე.
თუ ურთიერთობები აბსოლუტურად ახალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობები სწრაფად წავა წინ, მართლაც ეს არის სწრაფად განვითარების კარტა აი ამ დახურულ სისტემაში, ეგრე ვთქვათ, და თქვენ მიხოთ შესაბამისად სტაბილურობამდე, ანუ მოვლენები სწრაფად განვითარდება და თქვენ შექმნით ესეთ რაღაც გარკვეულწილად სტაბილურ სისტემას. სხვათა შორის შეიძლება ასევე მიუთითებდეს კარტა საკურორტო რომანზეც. ფინანსური თვალსაზრისით კარტა არის დადებითი, ყველანაირად ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეულ ხელშეკრულებებს წარმატებით დადებთ, ანუ ყველაფერი გამოგივათ, რაც კი გინდათ და ფინანსური წინსვლა მართლაც გექნებათ. ზოგადად რჩევა არის ის, რომ იქნებით ეგრე ვთქვათ პასიურ პოზიციაში, ეს მაინც აქტიური ადამიანების კარტა, იმოქმედეთ, მიიღეთ ყველანაირი შემოთავაზება, სამყარო თქვენს მხარეს არის და მოკლედ იარეთ წინ. უარყოფითი კონტექსტი აი ამ კარტის არის ის, რომ თქვენ შეიძლება ფუნქციონირებდეთ რაღაც გარკვეულ სისტემაში, მაგრამ არანაირად წინ არ წაიწიოთ, იცით? ანუ შეიძლება ზოგადად ეს ეტლი არ შეესაბამებოდეს თქვენ მიზნებს. კიდე მინდოდა მეთქვა ის ფაქტი, რომ თქვენი მიზნები შეიძლება გადიოდეს ამ ეტლს გარეთ და ეს თქვენი სამსახური კონკრეტულად არ იყოს თქვენი საბოლოო სამუშაო ადგილი, ანუ თქვენ შეიძლება მოიაზრებდეთ თქვენ სამსახურს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ აი ახლა მიიღოთ ხელფასი ან მიიღოთ გამოცდილება, რომელსაც შემდგომ უკეთესად გაყიდით, ხო? ამ თქვენ საკუთარ გამოცდილებას. ან შესაბამისად უბრალოდ გჭირდებათ რაღაც გარკვეული მინიმალური ხელფასი და გარკვეული დრო, რომ წინ წაიწიოთ სხვა თვალსაზრისით, ანუ რამე ისწავლოთ ან რამე გააკეთოთ. მე ერთხელ მახსოვს სპეციალურად ავირჩიე ისეთი სამსახური, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ არ მექნებოდა ბევრი საქმე და მინდოდა სამსახურში, რომ მესწავლა ინგლისური და მართლაც მოახერხე სამსახურში ვსწავლობდი ინგლისურს. აი ესე სიმართლე რო გითხრათ, აი ესე ფეხებზე მედოხორმე ინგლისურის წიგნი და ხანდახან აი მუშაობის მაგერად ჩავძრალი ვიყავი ამ წიგნში, ერთხელ კიდე ხომ დამიჭირეს აი ესეთი ანუ სამსახურის გამოცდილება მაქვს ყველამდე. ხო, და ანუ როდესაც თქვენ არანაირად წინ არ მიიწევთ არც თქვენს ოცნებებში, ფიქრებში, ანუ რეალურად შეიძლება ეს კარტი გაძლევთ, გართმევთ ძალიან დიდ დროს, არანაირად არ გაინტერესებთ ამ სამსახურში მუშაობა და ასევე ხელფასი მინიმალური გაქვთ, არც შეგიძლიათ დააგროვოთ, რომ მე ცოტა დაისვენოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არასწორი ეტლში ზიხართ და მათში ეტლი უნდა შეცვალოთ. ხო, გარდა ამისა ვთქვი, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს მიმართული მხოლოდ კარიერაზე, იყოს საკმაოდ ეგოცენტრული და ეს შეიძლება იყოს მისი უარყოფითი მხარე, აი რუსული გამოთქმა რო არის ხაჯიც პაგალავამ. შეიძლება ამ ადამიანს უყვარდეს აი ეს ხაჯიც პაგალავამ. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ეს კარტა არის საკმაოდ კარგი, ანუ ის კარგად ყარა დგას ფეხზე, აქვს კარგი იმუნიტეტი, ყველა ორგანო მუშაობს კარგად, მაგრამ თუ უკვე ადამიანი არის ცუდად, ეს კარტა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ის ძალიან დაკავებულია თავისი საქმით და რეალურად ექიმთან წასასვლელად არ ცალია, რაც თავისთავად, კაი ფენომენი არ არის. შეიძლება ასევე მიუთითებდეს ზოგიერთ შემთხვევაში იმას, რომ ადამიანი ზის ეტლში, რამდენადაც აქ საუბარი გვაქვს ეტლზე. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეხლა მინდოდა მეთქვა მუსიკების შესახებ, რა მუსიკების შესაბამებად ჩვენს კარტებს, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი რუბრიკა, ძალიან დიდი მადლობა იმ ქალბატონს, რომელმაც აი პირდაპირ წამაქეზა, ეგრე ვთქვათ, რომ ეს რუბრიკა დამეტოვებინა, თორემ ვაპირებდი ერთხელ მომეხსნა. და ჩვენი პირველი კარტისთვის შესაბამისი მუსიკა არის სუპერტრამპის My Type of Lady. ანუ რეალურად აი მუსიკის შინაარსი არის ის, რომ მამაკაცი ირჩევს ქალს და ეუბნება, რომ შენ ხარ My Type of Lady და შენ გირჩევო. ანუ ძალიან ფანტასტიკური მუსიკა და შესაბამება ამ კარტს. ხოლო კარტა ეტლისთვის კი შევარჩიე საკმაოდ დინამიური მუსიკა, რომელიც მიუთითებს წინსვლაზე, უკან არდახევაზე და ეს არის Move on up. და ტექსტი ამბობს, რომ იმოძრავე წინ შენი მიზნისკენ, თუმცა ცხოვრებაში შეიძლება ნახო შენს გზაზე სირთულეები. ძალიან დიდი მადლობა. გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო, დაწეროთ კომენტარები თუ გაქვთ გარკვეული იდეები და კარგად ბრძანდებოდეთ შემდგომ შეხვედრამდე. თქვენთან იყო პრაქტიკული ფილოსოფია.